უნდა იყოს მორყეული, ხო კიდე რა უნდა მეთქვა. ამისი გაშავება ეს მე გავაკეთებინი აქ თბილისში. თორე პირი ქონდა ჩვეულებრივი თეთრი. უბრალოდ გავაშავებინე რომ ამის დაცვა გამეკეთებინა რა. მოსკოვის პროსპექტზე ერთი კაცი იყო, არ ვიცი ხლა კიდე არის თუ არა, დიდი ხნის წინ იყო ეგ ამბავი. თუ ესეთი დანა შეხვდათ, ამის შემდეგ გეცოდინებათ, ხო, რომ ეს ტიპი იყო, აი ამერიკელმა რალფ რაღაცა. ამ რალფმა გააკეთა ესეთი დანა და ძალიან საინტერესო დანა. ერთ რამეს ვიტყვი რა, ეს დანა მე მაქვს სადღაც ერთი 30 წელია და სხვის ხელში ესეთი დანა მე არ მინახია. ერთმა კაი კაცმა მაჩუქა თავის დროზე, კაცმა როგორ 30 წლის წინ ალბათ ბიჭი იყო, ალბათ კი არა, 30 წლის წინ მეც ბიჭი ვიყავი. აი ეს მაჩუქა და იმის შემდეგ რავი, ისე უფრთხილდები რომ რა ვიცი რა და მაშინაც არ ვიცოდი ეს ისტორია ამ დანას რო ქონდა, მაგრამ მე ინტერნეტი გაჩნდა, მიდგა მოდგა რამე და ვნახე ვის გაკეთებული იყო, როდის იყო გაკეთებული და ასე შემდეგ. რა თავისი ისტორია აქვს ამ დანას. და მრავალი კიდე ერთხელ ვთქვი, სხვადასხვანაირი მასალებით აკეთებდნენ, მაგრამ პრინციპი გახსნისა იყო ერთი. აი ესეთი. ამითი გამოგემშვიდობთ იმედია რომ მოგეწონათ ბატონო დავით. ამას მე შენ არ მოგცემ, შეიძლება ამან მართლა გიგვინოს. იმედია მოგეწონათ. მე მიყვარს ეგეთი ისტორია, აი დანები რომ ცივი არ არის საერთოდ მიყვარს, მაგრამ მით უმეტეს ის დანები რომელსაც აქვს ისტორია. თავს შეძებ. ამითი გამოგემშვიდობთ მეგობრებო.